ეს თუ არ გაქვთ მე როდის გამოშენდა ისევია ხო რაცა ის შეწყდა რომ კიდე მინდა გამოვიყურებინა მეორე მოსწონს ეუს უცხოების გამოვა და მე არ ვიგმო არაფერს თვითონ თუ რაღაც მუზა დამეცნა თავზე ვიღებ რესპონდენტებს რა და გეგმის პონჩი არის რომ უბრალოდ ცხოვრობ აწყოში და რაც მიგანახებს სამყაროებას ვაკეთებ მე გადაცემაში ვთქვი რომ ძირითადად უსაფრთხოებით ვარ დაკავებული მაგრამ ვინც არ უსაფრთხოებით დაკავებული მაგას უფრო მეტი დრო აქვს ფიქრისთვის შემოქმედებისთვის და საბოლოო ჯამში ვინც შედეგსაც დებს ხოლმე ამიტომ უსაფრთხოებაც არ არის რეალობაში ეხლა ფილმებში ვაკეთებ რა რამხელა იყო შუალება პირველ სამყაროს ვენ ძალიან მე პირველი ნაწილი მირჩევნია მეორეს მაგრამ ხარვეზები არის პირველ ნაწილში ხმის ჩამწერები არ მქონდა iPhone-ით ჩამწერები რა ვთქვათ რა ეს ძილაკასთან ვარ მთლიანად დამონტაჟებული არ მართლა არ ვიყავი ეს ხობა ისე და ხადავარ მე ჩემი სამი და ეს პირველი ნაწილი როგორია ძირითადად ვეგრი არის ხოლმე კინოები პირველი ნაწილი გამოდის მეორე მეორეში რაღაც დამაკლა ის რომ პირველში როგორ ვთქვა პატარა რომ ეთყობოდა რა უფრო ღია იყავი იმისთვის რომ სხვებიც იგეჩვენენ და შენი თავი რა ეგ სპილბერგის ფილმიდან და ყველა კაცი იგრძნობა ეგ და უფრო მეტად თვითი რომ მივიხარ შენი თავის რა და ეგ იწვევს შენ ემპათიას მაგრამ მეორეში არის ზუსტად ეგ დამაკლა რა მეორეში თითქოს აი ანის მოგეჩვენებინა რა იყო შუალედში კონტრასტი დავინახე ორ ადამიანის ორი სხვადასხვა ადამიანი იყო რეალურად ჩემთვის რა ძველი ნარჩენები იყო იმ ტიპის აი ბოლოსგან საერთოდ შოთა ისე და რაღაცები მაგრამ დამაგონა პირველში მაგრამ მაინც არის შენი თავი მეტად დამაგონა შენს მაგრამ რა გზელება ხო ამ ჩემს თქვი რომ პირველი გირჩევ არა ორივე ძალიან კაი იყო უბრალოდ პირველი სხვა ფილმი იყო რა მაგას გულისხმობ რა პირველი საერთოდ სხვა ფილმი იყო მეორე საერთოდ სხვა ფილმი იყო პირველ თუ შენ თავზე მიყვებოდა მეორეს მინდოდა რომ რაღაც ისტორია მოეყოლა შეიძლება რენდომ სადაც შენ იყავ მაგრამ უბრალოდ ეს დამაკლა მეორეში ამას გულისხმობ და თან პატარა იყო და აუსპეცი ოკეი აი მოკლედ პირველ ნაწილად შეეხება რა ეს რო გადავიღე მე თორემ არ ვიცოდი რა გადავიღე ფილოსოფოსა ნათქვამი რომ აი ხატავს მან არ იცის რა ხატავს რეალურად რომ მე რო გადის ასწავლებს თუ რა დახატაო რა უბრალოდ შიგნითაც მაგას გამოვიდა გარეთ და მე აკვირდები რა შევქმნი რა აი რა შევქმნი საერთოდ მე არ ვარ სუბიექტური ვარ და ხალხის აზრი მნიშვნელოვანი იმიტომ მე თვითონ ვერ ვაცნობი რა კაი გავაკეთეთ რა მიცუდი რა ამიტომ სხვა ადამიანის თვალით დანახული ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს მისი აზრი ხო და ეხლა ამ წლების მე რომ აკვირდები რა გადავიღე საბოლოო ჯამში ჩემი დასკვნა რომ ჩემს სულში იმ მომენტში რა პროცესებიც ხდებოდა იმაზე გადავიღე ჩემს სულში ხდებოდა კიდე რაღაც რომ ყველა ადამიანს ზოგადად თავის თქვენ გაქვთ თუ არა თავი გონია განსაკუთრებული ეგრე არის თუ არა მე ეგრე მქონდა უკვე 7 წლის კიდე თუ და რაღაც ისე სამყაროში და მე შევცვალე გასაუბრება საქართველოს და რაღაც ლიტერატურაზე რა არ ვიცი შეიძლება ეგრე არის კიდეც მაგრამ მაგაზე არ უნდა იფიქროს ადამიანმა და ის ჩემი ეგო ინდონეზიაზე გაიზარდა ბოლოს წესასაკში რომ ვეღარ სუნთქავდი პრაქტიკულად სულად ვიყავი ამ თავი მგონა ყველაზე დიდი ქართველი და თანამედროვე უნივერსიტეტი არ მაგდებენ დედაჩემ ჩემი არ ჯერა მეგობრები ვერ ადავებიან და საბოლოო ჯამში ავიდეთ განცხადებს დიდაც მიშონია მოკვდეთ ხო და მაგ მომენტში ჩემი ეგო კვდება და ილიდერებ საფალთან რომ მივდივარ მაგის სიმბოლო რაღაც რომ მშვიდობები რა ამბიციებს რომ ილია მინდა ვიყო მაგალითად მშვიდობები ამ ყველაფერს და გავთავისუფლდი ამბიციებისგან სურვილებისგან და მახსენდება ერთ ნონაჰი და შელი არის ფსიქოლოგი მაგას უსმენდი რა მაგროს სადაც უსწრებდი და ამბობდა რომ თქვენ ყველას ხო დიდი ამბიციები გაქვთ რომ რაღაცას ნაპოლეონი გონია თავი რაღაცა დიდი ინჟინერი რაღაცას მაგარი რეჟისორი ვიღაცას ვერ მიახერხებთ ცხოვრებაში და მე თვითონ ვქვი რომ თავი მაგარი მგონია და მე ვერ მიახერხებ მაგრამ არ მომეწონა რაც მითხრა და ეხლა ვთქვი მართალი იყო მას უნდა რომ მართალი იმაში კი არის რომ ჩვენ ვერ მივახცევთ არ უნდა ვინერვიულოთ არ უნდა გავთავისუფლდეთ ამბიციებისგან რა და მე
აი 7.3 ჩაკვიანი რომ 7.3 და რაც იქნება იქნება თუ მიაღწეო ბაზარიერა გაგიწევდება თუ არ მიაღწეო ეს კიდეო არა ცხოვრებაში მთავარია უყარდეს გავერთოთ და ეგა ცხოვრება და არა მაინც დიდი სახელის დატოვება და შემდეგაც ეს იყო შემოსაწევი თუ მე იდეაში ეს დასწრება უნდა ვთქვი და ახალ სურდო მეორე